საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ქვეყნის ხელისუფლების მიერ Deep State-ის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებზე, ომის მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობასა და გარე ძალებისგან მომდინარე ზეწოლაზე, ისევე როგორც პროვოკაციებზე გორში ეხმაურებიან. ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლების მიერ გაკეთებული აქცენტები პროპაგანდისა და რუსეთის დავალებების ნაწილია. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი ოპოზიციას Deep State-ის ნაწილად მოიაზრებს და ამბობს, რომ რუსულ გზას სწორედ ისინი ადგანან. თამარ მურალოვას თქმით, სწორედ ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მთავარ მიზანს საქართველოს გაერთიანება და მშვიდობიან განვითარება წარმოადგენს. შესაბამისად, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს ხელი შეუშალოს ამ პროცესს. ქართულმა ოცნებამ ომი არ აიცილა თავიდან, ეს იყო მხოლოდ მათი პროპაგანდა, იმიტომ რომ რუსეთს ფიზიკურად არ შეეძლო მეორე ფრონტი გაეხსნა საქართველოსთვის. რომელ პარლამენტზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც არალეგიტიმურია და 80% მოსახლეობამ არ აირჩია და რა თქმა უნდა მათი აზრი ჩვენ არ გვაინტერესებს. მხოლოდ ამ პარლამენტის სესიიდან გამოჩნდა ის, რომ ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებას რუსეთთან და მხოლოდ იმ მითითებებს ასრულებენ, რაც მისცა რუსეთმა. მოსახლეობამ თავის დროზე ნდობა გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას, არჩეულ პარლამენტს. ეს მოსახლეობის ნდობით არის აღჭურვილი ჩვენი ხელისუფლება, იგივე ჩვენი საკანონმდებლო ორგანო, ასე რომ ოპოზიცია რას ლაპარაკობს ეს ერთია, მაგრამ თვითონ გაკეთებული საქმეები რაც ვიჩვენებს, ეს კიდევ მეორე საკითხი და გასმით და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩაბმულიყო ომში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს ნამდვილად ესე იყო და ძალიან დიდი რომ ვიტყვიან გამოწვევის წინაშე იდგა ჩვენი ხელისუფლება, თუმცა დაძლეული იქნა იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პრიორიტეტად დაისახა ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ერთიანობა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ინტერესები. ეს არის ერთადერთი გამოწვევა და ერთადერთი პრიორიტეტი.